მოგესალმებით. წელს განსაკუთრებით დამაფიქრა თოვლთან ერთად შემოპარულმა დედის დღემ ჩვენს ქალაქში. განსაკუთრებით მოუხდა ბათუმ სითეთრეში ყვავილების ერთგვარი ფერადი ხალიჩაც. დიდხანს ვეძებდი გმირს გადაცემისთვის. ქალბატონს, დედას. ვეძებდი იქ, სადღაც შორს და მძიებაში აღმოვაჩინე, რომ გმირები არიან ჩვენს ირგვლივ, ჩვენთან, ძალიან ახლოს, იმაზე მეტად ახლოს, ვიდრე წარმოგიდგენია. დღეს ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ მარიამ ლორთქიფანიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. მიულოცავ ყველას გაზაფხულის შემობრძანებას. განსაკუთრებით დედებს. დედებო, გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვიწყებთ საუბარს, თემაზე, რომელიც საკმაოდ პირადულია და გადის ემოციის იმ ძაბზე, რომლის გადაკვეთაც ჩემთვის, როგორც გადაცემის წამყვანისთვის, იქნება ძალიან რთული, თუმცა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პირადზე, ბუნებრივია ვეხებით იმ ემოციურ ნაწილს, რომელიც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. დავიწყოთ იმ ფერადი დღეებით. როგორი იყო მიჯნურობის ის საოცარი ზღაპარი, რომელიც ჩემამდეც აღწევდა, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ მაშინ არ გიცნობდით. თუმცა ჩემამდე მოდიოდა საოცარი სიყვარულის, საოცარი თავგადასავლების, თავბრუდამხვევი ისტორია, რომელიც მიქმნიდა დაუსწრებლად შთაბეჭდილებას განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, რომელიც ასეც იყო. მეჯლისზე გავიცანით ჩვენ ერთმანეთი. კერძოდ დაბადების დღეზე, რომელიც მოვაწყეთ ჩვენ თვითონ გოგონებმა მეჯლისის სახე მივეცით. მე აქედან დაიწყო. ნუ არ ვიცი, მართლა გაზაფხული მეგონა თავი. გაზაფხულივით ვიყავი. ეს ნაპერწკლები თქვენს თვალებში ახლაც იგრძნობა. მიხარია თუ იგრძნობა. კი, დღემდე მომყვება. კი. იცი რა, მაშინ ერთ რაღაცას ვიტყვი. მაშინ ვიყავი სკოლის მოსწავლე მე-11 კლასში და გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად გქონდა საღამო. ვიყავი სიყვარულის დედოფალი. ერთ პატარა ფრაზას გავიხსენებ იქიდან, ასეთი ფრაზა მქონდა. სიყვარული ვარ, უთვალავი წლის მზეთ უნახავი. აპრილის ცაზე ჩემი თვალები კი აფობენ ვარსკვლავებივით. და ეს სიტყვები ყოველთვის თან დამსდევს, დღემდე დამსდევს. მე უკვე გიამ გამილამაზა უფრო. ჩემო მეუღლემ ეს ყველაფერი. და შევქმნით ოჯახი, ძალიან ლამაზი, სიყვარულით. მაგრამ სამწუხაროდ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, ერთ ტრაგიკულ დღეს. მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები მცირე ჩანერთისთვის ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა დეტალებს თავს ავარიდებთ. ეს იყო ძალიან ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც მოყვა მსხვერპლი და ის დანაკარგი, რომელიც იმ ნაპერწკალთან ერთად დღემდე ცოცხალია თქვენში და ის სევდა, რომელსაც თქვენ ატარებთ, აი ამ ნაწილზე ვისაუბროთ. გაზაფხული ჩაესვენა. ძალიან და რომ გამოფხიზლდი ვიგრძენი სიცარიელი. მაგრამ აღმოვაჩინე, არა, მივხვდი, აი გადიოდა დრო და მე მივხვდი, რომ ამ ეს სიცარიელი უნდა შემევსო ჩემი შვილების გამო, ჩემი მშობლების. გონი გამომივიდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი შვილები მყავს. იშვიათად გამოსდით ადამიანებს, თან ატარონ უდიდესი სევდა და იქ, სადაც ისინი თან ცხოვრობენ, დავარქვათ ასე. არ იგრძნობოდეს ის ნაცრისფერი ელფერი, რაც ყოველთვის ახლავს ტრაგედიის შემდეგ ცხოვრებას. როგორ შეძელით გზის ამდენად იცით რა არის? კომპლიმენტი მინდა გითხრათ. ერთგვარი კულტურა ატარებდა შენს ტკივილს, მაგრამ ალამაზებდა გარემოს, რაც თქვენ ძალიან კარგად გამოგდით. როგორ მოახერხეთ ეს? იცით რა, ტკივილი, ეს ჩემი ტკივილია, ჩემი პირადულია. ამიტომ არ შემიძლია, ბუნებით ვარ ასეთი, არ შემიძლია ვინმეს მოვახვიო ეს თავზე. არ შემიძლია უბრალოდ
მე მინდა ვასხივებდე მზეს, ისე როგორც გიას დროს ვასხივებდი და ბანათებდი. დღემდე მომყვება ეს მე, დღემდე. აი ვგრძნობ, ის ჩემს ირგვლივ არის, ტრიალებს, მის ძალას, სიძლიერეს. მომყვება ეს ყველაფერი დღემდე და არ შემიძლია სხვანაირი ვიყო. არ შემიძლია შვილებს დავაჩვენო ჩემი ტკივილი, ჩემი ცრემლები, ეს არის ჩემი, მხოლოდ ჩემი. თუმცა ხომ არის წუთი, როდესაც ყველანი სუსტები ვართ, ხომ არის დგება ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც შესაძლოა აღარ გვაქვს ბრძოლის გაგრძელების ფიზიკური თუ მორალური უნარი. სწორედ იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი ცუდად, ძალიან ცუდად, გამოჩნდა, აი მოღრუბლ ცაზე ვარსკვლავი რომ აკიაფდება, აი სწორედ ასე ჩემი საქმე, სამსახური, რომელმაც შემაძლებინა დავდგარიყავი ფეხზე. რატომ? იმიტომ რომ აქ არიან ყველაზე წრფელი გულის ადამიანები. ბავშვები. შემაძლებინეს, ოღონდ მართლა. წარმოიდგინე, ამდენი პატარას თვალებში ანთებულ მზეებს რომ ხედავ. და შენც ამ პატარების თვალებით უნდა შეხედო სამყაროს. ნახავთ, როგორ შეიცვლება მართლა ირგვლივ ყველაფერი. აბიტონი მარიამ, თუმცა ეს ყველას არ გამოსთეს. ალბათ არის განსაკუთრებული ძალა საჭირო, რომელიც ან ყოლილი, ან შეიძლება გზადაგზა ისწავლება. თქვენ შემთხვევაში რომელია? სწორედ აღნიშნე იმ რყევების შემდეგ მოვხვდი მართლა სწორ ადგილას. პატარებთან და განსაკუთრებით მოგეხსენებათ 6 წლამდე ასაკი, ეს ისეთი მგრძნობია, სენსიტიურია და თითოეულ ბავშვთან მისვლა, მიახლოება არის საზრდო. გასაზრდოებენ ისინი, გაძლევენ ძალას, მუხტს გაძლებენ, რომ არ დაეცე, არ დანებდე, რომ იბრძოლო, რომ ხვალე მათთან მიხვიდე უფრო უკეთესი, უფრო ლაღი, უფრო გაცისკროვნებული. ამის საშუალებას გაძლევს პატარები. ეს გზა ძალიან რთული იყო. ურთულესიც, რაც გავიარეთ მე და ჩემმა შვილებმა. მაგრამ არასოდეს არ ყოფილვარ მარტო. ჩემს გვერდით ჩემი დიდი ოჯახია. ასე რომ გამიადვილეს მე ეს, თუ ქვია ამას გაადვილება, მოდი დავარქვათ მეც ასე. და შევძელი რომ მოვედი დღემდე ისეთი, როგორიც ვარ. თქვენ არასოდეს გისაუბრიათ ყოველ შემთხვევაში ჩემს პრაქტიკაში, ასე ღია თქვენს პირად კივილზე და განცდებზე, მე პირველად მაქვს შესაძლებლობა ვისმენდე თქვენგან და ისევ მინდა დაუბრუნდე მაინც იმ განსაკუთრებულ ფენომენს და რატომ სვამ ამ კითხვას ხელმეორედ და ასე ჯიუტად. მოგეხსენებათ, რომ ჩემი ცხოვრება საკმაოდ მუქი ეპიზოდებით გამოირჩევა და მაშინ, როდესაც მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა, ჩემს თავში აღმოვაჩენდი განსაკუთრებულ უნარს და სხვათა შორის ხუმრობ კიდეც, რომ შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ფენიქსის უნარი მაქვს. შეიძლება დავიფერფლო და თავიდან აღმოვცენდე. თუმცა მე ვარ ადამიანი, რომელიც არასოდეს ჩემ თავს არ ზღუდავს სიამოვნებაში, არ ეუბნება უარს არაფერზე, განსხვავებით თქვენგან. მე ვიცნობ თქვენს ცხოვრებას. და ვიცი თქვენი პირადი ცხოვრება, როგორ დაიხურა, გადაიდო გვერდით და უპირველესი და უპირობო სიყვარული თქვენს ცხოვრებაში არის დღემდე შვილები. ეს ასეა. ეს ერთგულება ჩვენს თანამედროვე რეალობაში ბევრს არ შეუძლია. თქვენ ეს მოახერხეთ და სწორედ ამ ნაწილზე მინდა ვისაუბროთ, რა ფაქტორებმა შეგაძლებინეთ ის, რომ ხართ მისაბაძი, ღირსეული დედა და არ ვიცი, რამდენად ეთიკურია ამის შენიშვნა, მაგრამ საოცარი ღირსებით ატარებთ მეუღლის სახელს დღემდე. ძალიან დიდი მადლობა. ეს ძალა, мотиваცია სწორედ ჩემი შვილებია. ჩემი შვილების თვალებით ვხედავ სამყაროს. როგორია ეს სამყარო? თქვენი შვილები დაინახული. აი ძალიან ფერადი, საინტერესო და ძალიან კარგი. ჩემი შვილები არის ჩემი თავშესაფარი, ჩემი დასაყრდენი. აქამდე თუ მე ვიყავი მათი, ყველაფერი ძალა, мотиваცია, იმედი.
დღეს შეიცვალა ეს დღეს მოცემულობა? შეიცვალა. დღეს იცი შეიცვალა. ვაბალანსებთ. იციან რომ დედა გმირია თანამედროვე ცხოვრების. ხშირად ვთქვამთ. როდესაც ესეთ ბარიერების წინ ვდგავართ, აქვს თუ არა გავლენა და ძალა საზოგადოებას, ჩვენს გარემოცვას? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებას უდიდესი ძალა აქვს ჩვენს ირგვლივ მყოფებს. მე ძალიან ხშირად საყვედურობ საზოგადოებას და რაღაც ნაწილში ვამჩნევ რომ არის გულუგრილი ეს ჩემი პირადი შეფასება. თქვენი кейსი ბუნებრივი არის განსხვავებული. როგორია თქვენი კონკრეტული შეფასება? საზოგადოება არის თუ არა ჰუმანური, მაშინ როდესაც გჭირდება გვერდით დგომა. საზოგადოება არის თუ არა კონცენტრირებული ყურადღებით, მაშინ როდესაც რჩებით მარტო შვილებთან ერთად. სახელმწიფოზეც მინდა 2-20 სიტყვა ვთქვა, იმიტომ რომ როდესაც ტრაგედია გვაქვს და ფიზიკურადაც უნდა გადავრჩეთ, ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ჩართულობა ალბათ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. რომელ ნაწილში იყო ის საყრდენი, რამაც დღემდე მოგიყვანათ? იცით რა, ყოველთვის ვერ დაგეხმარება საზოგადოება, ყოველთვის ვერ დაგიდგება გვერდით. ამიტომ შენი თავი, შენ თვითონ უნდა ამოძრაო, მოძრაობაში უნდა იყო, შენ თვითონ უნდა გაზარდო. ვერ დავაბრალებ ყველაფერს საზოგადოებას. ხოდაშორის უკანასკნელმა წლებმა გააქტიურა ქალის როლი ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში. ქალები გახდნენ ლოკომოტივები ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა მამაკაცი მათ გვერდით, უბრალოდ ქალებმა იტვირთა უამრავი რამ, მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც. მაგრამ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ მაღალი მიღწევების სოციალურ-ეკონომიკურ საზოგადოებასა და ქვეყანაში. როგორ ახერხებთ ეს გმირი დედები, შეინარჩუნოთ ოჯახი, ღირსება, გამოკვებოთ შვილები და აი ეს ცხივი არასოდეს დაკარგოთ თვალებში, რომელიც გაქვთ. ეს ალბათ განსაკუთრებული ცალკე ფენომენია, რომელსაც მამაკაცები ვერ ახსნით ვერასდროს. ალბათ ეს ჩვენი ნიჭია. დედობრივი ინსტინქტი. ქალის ინსტინქტი შესაძლოა, რომელიც მამაკაცისგან განსხვავებულია. სუსტი პატარა ქალი, როცა საჭიროა და შვილებს ეხება, გადაიქცევა ბუმბერას. ქონიათ ეს მოცემულობა, როცა ბრძოლა დაგჭირდეთ? იცით რა, ყოველთვის რა, ადამიანი ყოველთვის იბრძვის. ბუნებრივია. ყოველთვის იბრძვის, მაგრამ აი რაღაცა განსაკუთრებული დილემის წინაშე არასოდეს არ დავდგარ ვარ. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი შვილების მხრიდან არ მქონია. მე ისინი არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ მე რაღაცა მომიწიოს ბრძოლა, განსაკუთრებული ბრძოლა. სულ 2 დღის წინ იყო დედის დღე ბუნებრივია. ანონსშივე გავეჟღერეთ, 8 მარტი გვიახლოვდება ერთ-ერთი უმშვენიერესი და ულამაზესი დღესასწაული. შესაძლოა მარკეტინგული კვალი იკვეთება ამ დღესასწაულების მიღმა, თუმცა მისი შინაარსი და მნიშვნელობა იმაზე მეტია, ვიდრე მარკეტინგი. რას უსურვებდით დედებს, რომლებიც იბრძვიან, დედებს, რომელსაც აქვთ დღეს დილემა გადასალახი, ქალბატონებს, რომლებიც ოჯახს მიღმა არიან, თუნდაც ემიგრაციაში. ხაზგასმით აღნიშნეს სწორედ ქალბატონის კვალი თანამედროვე ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანია შეაფასოთ, უსურვოთ და დავტოვოთ რაღაც ისეთი, რომელიც მხოლოდ თქვენშია და მხოლოდ თქვენ გესმით. ირგვლივ ყავდეთ სწორი ადამიანები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ვუსურებ ჯანის სიმრთელეს. ყველაფერს საუკეთესოს, რაც თუ ამ ქვეყნად არსებობს. ყველა დედისთვის შვილი არის უპირობო მნიშვნელობის და მე სწორად მესმის იმ თქვენი თავდადების შვილების მიმართ და ოჯახის მიმართ. თუმცა მე მაინც ჯიუტად მგონია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც თავისი სპეციფიური, რომელიც ასე დროს განსაკუთრებით ეხმარება, რომელსაც გახავს ფონს. არ ვიცი ამას რა ქვია, შესაძლოა ეს იყოს გენეტიკა, შესაძლოა ეს იყოს აღზრდა, ხშირ შემთხვევაში ეს აღმოჩნდება, რომ არის რწმენა. რომელი კომპონენტი აღმოაჩინეთ თქვენ თავში მაშინ, როდესაც ხვდებოდით, რომ არ უნდა დანებებული ყავით? ალბათ უფრო აღზრდა. რწმენა, რა თქმა უნდა.
აი ამ კომპონენტებმა შემაძლებინა ის, რომ არ დამნებობულიყავი და მოვსულიყავი აქამდე. მიუხედავად იმ თემების, მძიმე თემებისა, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს არის თქვენი ცხოვრების თამდევი ერთგვარი ნიშა, რომელიც გამოგარჩევთ. თქვენ არასოდეს საუბრობთ საყვედურის ტონით. თქვენ არასოდეს საუბრობთ მძიმედ. იცით, ეს არის ის საოცარი რამ, რაც მე ყოველთვის მოვუწევდა თქვენთან ურთიერთობისას. მადლობა ამ ემოციისთვის, მადლობა იმ ფერადის ხივებისთვის, რომელიც სტუდიამდე მოგვიტანეთ. მადლობა იმ მაგალითებისთვის, რომელსაც ბიომეტრიის სტუდიის მიღმა ასე უხვად აბნევთ თქვენი ცხოვრების გზაზე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ცვლილებები ცავსე სამყაროში, მაშინ როდესაც გენდერი აბსოლუტურად წაიშალა, მაშინ როდესაც სახეები წაიშალა, თქვენ ინარჩუნებთ ქალურობის, ღირსების და დედის ამ ხარისხს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ რომ ამომარჩიეთ. ამ ლამაზ ქალბატონში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან ლამაზ დღეებს, ვლოცავ ჩვენს მაყურებელს, აქვე შეგახსენებთ ბიომეტრიის სტუმარი გახდათ ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.